სალამი, როგორ ხართ? აბა მითხარით ვის გიყვართ შემოდგომა, ეს სეზონი, ეს ფერები. მე ძალიან მიყვარს და შარშან ვიყავი ძამას ხეობაში პირველად. ვინც არ არის ნამყოფი, ზუსტად ეხლა არის სეზონი და გირჩევთ წახვიდეთ. სრულიად მომნუსხა ქოზიფას მამათა მონასტერმა. ასევე ვისაც გიყვართ ლაშქრობა, შეგიძლიათ წახვიდეთ ბატეთის ტბაზე. ბილიკი არის 6 კილომეტრიანი, უბრალოდ გასათვალისწინებელია ტალახი, რომელიც არასდროს არ შრება, ასე რომ დამატებით ფეხსაცმელი იქნება საჭირო. ვისაც არ უყვარს ბევრი სიარული, ფასიანი სერვისებიც არსებობს, მაღალი გამოვლობის მანქანებს შეუძლიათ, რომ აგიყვანონ იქამდე. ამიტომაც ზუსტად მსგავს ლოკაციას ვეძებდი, სადაც ნახავდი უამრავ შეცვლილ ფერს ხეებზე და მე მგონი მივაგენი კიდევაც. მივდივარ ალგეთის ეროვნულ პარკში, რომელიც მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში. ბევრი გაკვალული ბილიკი არსებობს, ძალიან კარგად არის გაკეთებული. ავარჩიე 12 კილომეტრიანი ბილიკი, რომელიც მიმიყვანს საოცარ ხედამდე. ალგეთის ეროვნული პარკის სამეფო ქედი, ასე ქვია მას და თვითონ სამეფო უკვე ძალიან ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა დამხვდება ბილიკის ბოლოს. მოვთელე ჩემი ახალი ფეხსაცმელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამხელა გზაზე მიდიხარ და იმედია ფეხს არ მატკენს. სანამ სალაშქრო წავალ, მინდა მოგიყვეთ კახეთში, დავითგარეჯში რა ამბები გადამხვდა. ყოველთვის ვუყურებ ხოლმე ფილოსოფიურად ესეთ საკითხებს და ვცდილობ რაღაც გაკვეთილი გამოვიტანო ყველა მოგზაურობიდან. პირველი ლოკაცია იყო ჯანდარის ტბა. დავინახე მან ძალიან საყვარელი ბუდგუნა მეცხვარის ძაღლი. მე თვითონვე დავუძახე, ისეთი ბედნიერი მოვარდა ჩემსკენ და წარმოიდგინეთ ტალახიანი თათებით სამჯერ მომახტა და სადღაც 10 წუთი ვიდექი შოკში, იმიტომ რომ გადაღება ჯერ არც კი დამიწყია. უკვე ვიყავი, რა ვიცი, არასათანადო ფორმაში. ფიქრობდი უკან ხომ არ დავბრუნდე თქვა, მაგრამ არავინ დამაბრუნებდა, 4 მარშრუტკით ვიყავით და გამეგრძელებინა გზა. გოგოებმა მომაშველეს სალფეტკები გაუწმინდეს ყველაფერი. ასე თუ ისე გაიწმინდა, მაგრამ დარჩა ლაქები და იქვე იმ მომენტში გადავწყვიტე, მივდივარ ასეთ საოცარ წმინდა ადგილზე და არანაირად არ ვარგა ცუდ ხასიათზე ყოფნა, თქო. იქვე გადავატრანსფორმირე ჩემი ცუდი აზრები და ღიმილით გავაგრძელე გზა. ბოლოს და ბოლოს დავინახე ულამაზესი ფერადი მთები და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მოკლე ხნით, როგორც ჩანს, მზღოლი გაჩერდა და გვეუბნება, რომ ვერაფრით ვერ გადავალთო. მანდაც ცოტა ხანი ვიფიქრე, ეს რანაირი დღეა თქო, მაგრამ უცებ გადავიფიქრე ცუდ ხასიათზე ყოფნა. მოვიმოქმედე ასეთი რამ, მივედი გამყოლთან და დავიწყე გარკვევა მანძილის. შევძლებდი თუ არა ფეხით გასვლას იქამდე და სულ 4 კილომეტრი აღმოჩნდა და წარმოიდგინეთ, შევთავაზეთ 80 კაცს, ვიყავით 80 კაციანი ჯგუფით და თითქმის ყველა დათანხმდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისეთი ლამაზი ადგილები ვნახეთ, ფეხით როდესაც მიდიხარ, სულ სხვანაირ შეგრძნებებს გრძნობ და სულ სხვანაირად ათვალიერებ იქაურობას. გზაში შემხვდა ერთი გოგო, რომელიც უსაყვარლესი იყო, უთბილესი, გამომართვა ფოტოაპარატი, არც მithოვია, არც მივსულვარ მე თვითონ. თავად მოვიდა და დაიწყო გადაღება და თან სანამ არ გადაიღო ძალიან ლამაზად არ შემეშვა, ასე ვთქვათ და ყველას გარშემოს თავაზობდა თან, მოდით მე გადაგიღებთო კარგათო, მიყვარს ეს საქმეო და ფოტოგრაფად ჩემს თავს იმ მომენტში აღარ ვთვლიდი და ფიქრობ სასწაული მაქვს მაგ გოგოსგან, ისეთი თავდადებული და ისეთი მოწადინებული იყო. ამიტომაც ყოველ ჯერზე ვწმუნდები იმაში, რომ კარგი ხასიათით უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა მიდიოდე. სამყარო აგზავნის მე ესეთ საოცარ ადამიანებს, ესეთ საოცარ მოვლენებს. ასე რომ
ავედით ალგეთში, კარგ ხასიათზე. თრიალეთის ქედი და მისი სოკოები. აბა ვინ გაბედავს, ვინ გასინჯავს პირველს. აჰა, მოდი გაჭამა, მოდი. მოდი კეკე, მოდი. მოდი შეჭამე. ვიჩ. რა კარგი ხარ. ვინ არის ყველაზე ლამაზი? მე მგონი ისევ ჩამოვრჩი თავარ ჯგუფს სხვაგან მესმის ხმები და მე სულ სხვა ბილიკზე შევედი. ფოტოების და ვიდეოების ბრალია. რაღაცა ცუდად მიყურებ შენ. წავედი. აი ამ სასწაულ ბუნებაში ვის არ შეხვდები. ჩემი ყოფილი თანამშრომელი აღმოვაჩინე და თავად მიცნო წლები არ მინახავს. 10 წელია.
წელია. პატარაა ჩვენი სამყარო არა? როგორ მოგეწონა ალგეთის ეროვნული პარკი? გვირჩი ერთი ლოკაცია, რომელი გიყვარს ყველაზე მეტად. საწახვიდოდი კიდევ ერთხელ. ზეკარი. მეც არ ვარ ნამყოფი და გავითვალისწინებ აუცილებლად. ნახე რა ლამაზ ფონზე ხარ. გზა, რომელსაც ახლა გავდივარ, აღარ არის უბრალო ბილიკი. ეს არის ახალი თავი, რომელსაც შევიტან ჩემს ცხოვრების წიგნში.